Koalitsias სრულებისთვის წევრი ნინო გოგინაშვილი, მადლობა ნინო სტუდიაში მობრძანებისთვის. თქვენი პარტიის პრესამსახურის წარმომადგენელს ედავებიან პოლიციელი შეურაცხყოფას მირანდა ბაღათურიაზე არის აქ საუბარი. განვიხილოთ მისი შემთხვევა, ასევე გირჩის პიარსას მანის ედავებიან. Რო გითხრათ ამ кейსის შესახებ რა აბსურდულ საქმესთან გვაქვს საქმე? პირველ რიგში ვიტყვი რომ ყოველი ის ქმედება, რომელსაც ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ნამდვილად არის აბსურდი და ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში შევიდა თვითონ არალეგიტიმური ხელისუფლება, რომ მას ძალიან გაუჭირდება რაიმე ლოგიკური გამართლება მოუძებნოს ყველა ამ ქმედებას, რაც პირდაპირ დაშინების და სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებით ადამიანების გაჩუმებას ემსახურება. რაც შეეხება მირანდა ბაღათურიას кейსს, უბრალოდ მეღიმება, იმიტომ რომ სასაცილოა ეს кейსი ნამდვილად. მირანდას ედავებიან სასამართლოს ეზოში მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფელი დამოკიდებულების ჩვენებას. მაშინ, როდესაც მირანდა ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ პროცესზე, სადაც მირიან ქავთარაძე ცრუმოწმის სტატუსით იყო მისული და აძლევდა ჩვენებას რეჟიმის უკანონო პატიმრის და ნაწამები რეჟიმის მიერ გამომძიებლის, ეგრეთ წოდებული გამომძიებლის ოთახში ნაწამების საბასხვიტარიზის საქმეზე ბრძანდებოდა მირიან ქავთარაძე და მირანდა ბაღათურია აბსოლუტურად სხვა პროცესს ესწრებოდა, ამ ზუსტად პარალელურად მიმდინარე სხვა პროცესზე იყო. შესაბამისად, რეჟიმს არავითარი პასუხისმგებლობის კი არა, ელემენტარული ვალდებულების აღქმის უნარი აღარ გააჩნია და იმ ადამიანსაც კი აჯარიმებს და ედავება სისხლის ედავება სამართალ დარღვევის ნაწილში, რომელიც ფიზიკურად არ იმყოფებოდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში. მტკიცებულებად დიდი ალბათობით გამოიყენებენ ძალოვანი უწყების თანამშრომლები იმ ვიდეო მასალას, რომელიც არჩენს, რომელიც გამოაქვეყნა მირანდა ბაღათურიამ, ესეც მისი გადაღებული არ არის ეს ვიდეო მასალა და არც ხმა არის მისი არც ვიზუალურად არ ჩანს, არსად არ არის ადამიანი იქ ფაქტობრივად. ანუ რეჟიმის მხრიდან აქ რა ტიპის გადაწყვეტილება შესაძლოა მიიღოს სასამართლომ? ხო, აი დიდი ალბათობით გაუჭირდება ხო მოსამართლეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. აი ამ შემთხვევაში მაგალითად რა შეიძლება თქვას მოსამართლემ? ხო, კარგად აქვთ გააზრებული, მათ შორის იმ თანამშრომლებს საგამოძიებო უწყებაში, რომ იქ მირანდას ხმა არის მის საერთოდ, ხო? მისი ვიდეოც არ არის. ნახეთ, ამ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში სასამართლო არც კი განიხილავდა ამ საკითხს და იმ მტკიცებულებების წარმოდგენის საფუძველზე იტყოდა, რომ არ არსებობს საქმის წარმოების საფუძველი, ეს საქმე დაიხურებოდა, ისე რომ არც ან არ აღიძვრებოდა, საერთოდ ან დაიხურებოდა და საგამოძიებო თუ ანუ იმ მხარეს, რომელიც ბრალდებას წარმოადგენს ამ შემთხვევაში, მინიმუმ მტკიცე და ესეთი მკაცრი საყვედური გამოეცხადებოდა. ეს დემოკრატიულ სახელმწიფოში. ეხლა რადგანაც საქართველოზე ვსაუბრობთ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სამართლიანი სასამართლო, არ ვიცი, იმ წარსულს ჩაბარდა, რომელიც ჯერ კიდევ მეხსიერებით გვახსოვს მოქალაქეებს, მაგრამ სამართლიანი სასამართლოს ნასახსაც კი ვეღარ ხედავთ უკვე. აქ მოსამართლემ შეიძლება მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. ისეთი მტკიცებულებების მოტანა, რომელიც დაცვის მხარის მხრიდან იქნებოდა სინამდვილეში მტკიცებულება, ჩვენ რომ საერთოდ ამ საქმის აბსურდულობას თავი დავანებოთ, მტკიცებულება, რომელსაც ბრალდება აყენებს, დაცვის მხარის მტკიცებულებაა, იმიტომ რომ ადასტურებს, რომ არ ფიგურირებს ის ადამიანი, ვისაც რაღაცა სამართალ დარღვევას ედავებიან. მაგალითად, გიორგი ჩხეიძის შემთხვევაში ასევე არსებობს ვიდეო მტკიცებულება, ცოცხალი ლაივის კადრები, სადაც მედიამ გადაიღო ეს მედიაში გაშვდა ნახავთ ასე გამალებით ებრძვის მათ შორის ქართული ოცნება. კი ბატონო, რასაკვირველია და ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ რეჟიმს არავითარ შემთხვევაში არ ჭირდება თავისუფალი სიტყვის არც ერთი კუნძული და მედია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული იარაღი და ინსტრუმენტია რეჟიმებთან ბრძოლის. ანუ ჩვენ ხო ამას პირველი წელი არ არის. ჩხეიძესაც ედავებიან პოლიციელი შეურაცხყოფას. ედავებიან პოლიციელზე შესაძლო თავდასხმას. ახლა უკვე ანუ ესეთი ფრაზა გაჟღერდა ეგრეთ წოდებულ სასამართლო პროცესზე. ოღონდ ამის მტკიცებულებად ბრალდება იძახის, რომ გიორგი ჩხეიძე, რომელიც დავაზუსტებ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მიცის, მაგრამ არის გიორგი ოკმელაშვილის რეჟიმის პატიმარი გიორგი ოკმელაშვილის ცოლის ძმა, თამთა ჩხეიძის ძმა არის. გიორგი ჩხეიძე იღებდა ასევე საკუთარი ტელეფონით, რისი უფლებაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. ამას მოწმეც არ ჭირდება, ვიდეო კადრებში კარგად ჩანს. ანუ მედიის ოფიციალურ კადრებშიც არსებობს. ანუ გადაღების უფლება კონსტიტუციით გვაქვს აბსოლუტურად ყველას. და ბრალდება გიორგი ჩხეიძეს მაგალითად ედავება, რომ
მან რომ ტელეფონი ამოიღო და გადაღება დაიწყო, ის შესაძლო თავდასხმისთვის ემზადებოდა ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების მიმართ. ანუ ეს რა ლოგიკაა უკაცრავად? მე რომ ტელეფონი ხელში ავიღო ახლა, ეს ნიშნავს, რომ ამ ტელეფონს არ ვიცი, როგორც იარაღს გამოვიყენებ, ვინმეს თავდასხმას შევეცდები თუ არ არსებობს ლოგიკურად არ არსებობს არაფერი, რაც რეჟიმის ოდნავ სიმართლესთან ახლოს ყოფნას მაინც ადასტურებს. ამის მიუხედავად ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმი არ ცდილობს, რომ გაიაზროს, რომ ყველა ის მეთოდი, რომლითაც ის დღემდე იბრძვის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და დღეს უწყვეტი პროტესტის 158 დღეა, ეს მეთოდები უბრალოდ არ მოქმედებს საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ეს არ არის ის საზოგადოება, რომელსაც რეჟიმი შეაშინებს. უამრავი ადამიანი უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაბადებული ადამიანისთვის ის მეთოდები, რითიც ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იბრძვის, ეს არის საბჭოთა მეთოდები, ეს არის დიქტატურის და ეს არის ავტოკრატული სახელმწიფოს მეთოდები და ამ ადამიანებს ასეთ გარემოში არ უცხოვრიათ. შესაბამისად, მათ ვერ შეაშინებ იმით, რასთანაც ფიზიკურად და მენტალურად შეხება მათ არ აქვს, მათ არ ეშინიათ რეჟიმის. ისინი თავისუფალი ადამიანები არიან და ყველა, ვინც დღეს რუსთაველის პროსპექტი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა დიდი ქალაქი თუ რეგიონებშიც ვიცით, რომ პროტესტები მიმდინარეა, ხო? და ამ პროტესტების პარალელურად უამრავი ადამიანია, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში და რუტინაში შეიძლება არ გამოდიოდეს ვერ გამოდიოდეს აქციაზე, მაგრამ იყოს პროდასალური პარტიების მხარდამჭერი, მათ შორის აქტიური, თუმცა არ გამოდიოდეს ქუჩაში, ან რაღაც ეტაპზე გამოდიოდა და ახლა უბრალოდ ვერ ახერხებს. ასეთი ადამიანებიც არიან. ასეთი ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია. ანუ იმ ადამიანების რიცხვი, რაოდენობა, ვინც ყოველდღიურად რუსთაველზე ან სხვა პროტესტის ლოკაციაზე ვერ დგას, არის ბევრად მეტი. ბევრად ნაკლები იმასთან შედარებით, ვიდრე სახლში მყოფმა ადამიანმა შეიძლება გამოსვლის შემთხვევაში სურათის შექმნას, მაგრამ აქ რა არის მნიშვნელოვანი? ყოველთვის, როდესაც საჭირო გახდა, რომ აქციაზე და კონკრეტულ ლოკაციაზე ყოფილიყო 10-20,000 ადამიანი, 30,000 ადამიანი, ყოველთვის ეს ადამიანები გამოდიან. ნინო, ამგვარი ტიპის, თქვათ, შეხსენებები, ამგვარი ტიპის, თქვათ, ისტორიულ თარიღებთან დაკავშირებით საზოგადოების გააქტიურება, რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ იგივე პროტესტის არ ჩაცხრეს მათ შორის და იყოს საპროტესტო კალენდარზე მნიშვნელოვანი თარიღები მონიშნული. ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია ის გადაწყვეტილება, რომ 26 მაისი, რომელიც არის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე, რომელიც საზოგადოების მონაპოვარია, პირველ რიგში რასაკვირველია, საზოგადოებას უნდა გქონდეს შესაძლებლობა და სურვილიც და ფაქტია, რომ ეს არსებობს, ორივე ეს კომპონენტის სახეზეა, რომ 26 მაისი იზეიმოს დამოუკიდებელ სახელმწიფოში. ამ წუთას ჩვენ არ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო შიდა არალეგიტიმური ხელისუფლების გამო, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც დროებით წარმოადგენს სახელმწიფოს და საზოგადოება, რომელიც არის მისი ქვაკუთხედი და საზოგადოება იმსახურებს და ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ იმას, რომ 26 მაისი აღნიშნოთ ჩვენ ადამიანებმა, მოქალაქეებმა, იმ მოქალაქეებმა პირველ რიგში, ვინც უწყვეტ პროტესტის რეჟიმში იცავს სწორედ დამოუკიდებლობის, სუვერენულობის, დემოკრატიის, სამართლიანობის პრინციპებს და ეს არის ხალხის და საზოგადოების დღესასწაული და არა იმ არალეგიტიმური ხელისუფლების, რომელსაც დღეს ქართული ოცნების მაინც პროცესზე რა გავლენას ახდენს საბოლოო შედეგისთვის. პროცესზეც ყოველი ესეთი თარიღი, რომელიც რაღაცა კონკრეტული ინტერვალებით საზოგადოებაში ჩნდება, რასაკვირველია ახდენს გადატვირთვის და ახალი სტარტის ფუნქციასაც მათ შორის, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანი თარიღები, სადაც საზოგადოება ბევრად უფრო მეტად ხდება, ანუ მობილიზებული იდეის გარშემო, ეს ხელს უწყობს პირველ რიგში იმას, რომ ყველა უკლებლივ იყოს ჩართული პროტესტის რეჟიმშიც მათ შორის და პროტესტი ამით ცოცხლობს რასაკვირველია, იმიტომ რომ ძალიან რთულია რუტინულად ყოველ დღე ერთი და იგივე ადგილას მისვლა, დგომა და რასაკვირველია არსებობს პერიოდები, როდესაც ფრუსტრაციაც იზრდება საზოგადოებაში, იღლებიან ეს ადამიანები, ყველა ვიღლებით და ამიტომ დიდი თარიღების და მნიშვნელოვანი თარიღების ერთად აღნიშვნა ეს რაღაც ზეიმის სახის მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტის გადახალისებისთვის. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, პირდაპირ ეთერში უსმენთ კოალიციაც სრულებისთვის წევრს ნინო გოგინაშვილს.